ბიჭო ეს ფორმები ვიქირავთ. 31 დეკემბერიც მოვიდა და მოვიფიქროთ რაღაც. კაი ძმობას გაფიცებ რა ფორმები ვიქირავეთ ბიჭო ეხლა გავარ მე სანტა კლაუს ამით ვის რა უნდა დაურიგო ვიზერას იზარ შემოვხდი ბიჭო სანტა კლაუსის ბუღალტერი ვარ ბუღალტერი ხარ მაგრამ ნორმალურად მაინც გამოიყურები რა ხო და აზრია რაღაცა უნდა მოვიფიქროთ მოსაფიქრებელი არის ეთანხმები მაგრამ ესე არა რა აი რაღაცა გვჭირდება მე ვიცი აი ადამიანი გვჭირდება ვინც მითითებებს მოგცემს რა აი გვეტყვის რომ აი ესე დაარიგეთ და მაყურებელსაც რომ მოეწონოს რა რომ აი ნახე რა კრეატიულად არიგებენ საჩუქრებს და მინიმუმ უნდა გავდეს რა სანტა კლაუსი ხო აი ეგ თავარია ბიჭებო ეგეთი ადამიანი ნამდვილად გჭირდებათ უბრალოდ ამას შევაყავთ თორე ჩაქვრება რა შენ გჭირდები შენ მე მოგესალმებით ქართული YouTube-ის ერთგულო მაყურებლებო თქვენ იმყოფებით არხ ბოლო-ბოლოზე და ძალიან გწივა მაგრამ ციცივე არ გვაჩერებს რა თქმა უნდა იმიტომ რომ დღეს საახალწლო ვიდეო გვაქვს და უნდა გადავაკეთებთ ძალიან კარგი ვიდეო და ვარიგებთ საჩუქრებს ვარიგებთ საჩუქრებს გავალ ხალხში ციკოს თვალებში რატო უყურებდი არ ვიცი მაგრამ გავალ ხალხში გავარიგებთ საჩუქრებს დავუსვამთ რაღაც კითხვას და მოკლედ გავერთობთ ასევე ჩვენმა მეგობარმა იუთუბერებმა გამოგვიზარდოს ვიდეო დავალებები ამასაც შეასრულებენ ჩვენი მეგობარი ხალხი ამაზე წარმოდგენა მე არ მქონია მაგრამ დროში მართლა გამოგვიგზავნეს ვიდეოს შენ რა გითხარი როგორ გაგამასხალა ოხ შენი მიმიფუთხებია შენაერი კაცის აი საოცარი ვიდეო ეგეთი აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი გენერალური სპონსორი და არხის წამგენია საქართველოს უნივერსიტეტი ბრავო მათ იმიტომ რომ გვეხმარებიან ამ კეთილ საქმეში და წავედით ძალიან ცივა დავიწყოთ რა გადავიდეთ საქმის კეთებაზე აი ეხლა საფხულში რომ გადავიღოთ და ჩავამონტაჟოთ ვიდეოს პირველი ვიდეო გვაქვს ცოტნე გოჩოლეიშვილისგან და ნახოთ გადავალებას მოგცემს მადლობა ოქტოპუს თუ სახრაშუნოს მადლობა ცოტნე გოჩოლეიშვილი კაი მივესალმები ბოლო-ბოლოს არხს და მათ გამოწერებს თქვენთვის მაქვს ესეთი ჩელენჯი გადაეცით საჩუქარი ადამიანს რომელიც ერთი მოყდებით დალევს ერთ კათხალ ლუცს გილოცავთ დამდეგს და წარმატებები აი მარტივია ამ სიცივეში ლუცს ვინ დალევს რაღაცა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად აბა ლუცს თუ დალევთ ვინმე მეგობრებო უნდა ლუდი ვინმე დალევ არა მე გამოგვიგზავნა ჩვენმა მეგობარმა გამოგვიგზავნა ესეთი ჩელენჯი ვინც ლუცს დალევს ერთ კათხას ერთი მოყდებით ის დაასაჩუქრეთო ძალიან პატარა საჩუქარი გვაქვს საჩუქარი გამოგცეთ არა ძალიან პატარა დაიწყე დავიდა არა ძალიან ცივა აიმე ამ სიცივეში ბიჭო მიდი ცოტა ეგ არის ბრავო ნამდვილად შოთიკო აი ეს კამფეტები ჩვენგან შენ საჩუქრად აი ეს კამფეტები ძმაო და ესეთ კბილად გაატარე ახალი წელი მოიცა ხუმრობთ მოდი აი ეს ძალიან მაგარი აეროგრილი ჩვენგან საჩუქრად რავალ ახალწელს აბა შეგიძლიათ კანჭი გააკეთოთ ლუთან ერთად ზაგ ესიაღონე არა ბუს კაი გავაგზავნოთ თქვენი შევიდეთ ხალხში ხო კაი ცოტნეს მიმართავთ ჯიგარი ხარო გამოგვიგზავნა ძალიან მარტივად გავათამაშეთ ძალიან სერიოზული აეროგრილი შესრულდა შენი დავალება ცოტნე წავედი მადლობა ლესკო კოლაბორაციისთვის შემდეგი იქნება ჩვენი ილუზიონისტი მეგობრის დავალება ლაშა გელაშვილის დავალებას გაიცნობით ახლა მეგობრებო თქვენი მიზანი აიღოთ დასტენ ერთი კარტი მოდი იყოს ტუზი გული და ნებისმიერ გამლელს თუ მსურველს შესთავაზოთ რომ დაასახელოს ერთი რომელიმე კარტი პირველი ადამიანი რომელიც დაასახელებს ანუ გამოიცნობს ამ კარტს და იტყვის ტუზ გულს საჩუქარის მისია აუ ძალიან კაია მაგრამ კარტი არ გვაქვს კარტია და შენ თუ იცოდი ეს ამბავი კარტი რო გეყიდა კარტი გავაქრე მე კარტი ლაშა შენ საბადუცემულოდ გავაქრე კარტი აი ესეთი ფოკუსი მოსასწორ კარტი გაქრა ხო და ამიტომ მოგვიწევს რომ ზეპირ სიტყვიერად როგორც გასამხო ტუზგული ჩავიფიქროთ უბრალოდ და ვინც გვეტყვის პირველი ტუზგულს იმან მიიღოს ძალიან მაგარი საჩუქარი წავედი ეს დადგმულს არ მგვანება შეჩემა რა ტუზგული ხო ვიღაცამ რომ გამოიცნოს პაგიასთან არა დადგმული ეხა ეგრევე ტუზგულს ყორი გამოიცნოს
აი, გონი უნდა ვკითხოთ ხალხს. ხო, არა, ვიღაცას უნდა ვკითხო. თავისით ხო არ მოვიდა, ჩვენ თუ არ ვკითხავთ და სუაზერები არიან შეჩემო ვის ო, ჩემი ქართველი არავინ არ არის. აი, ვინმეს ვკითხოთ რა. ვინ ოხლაშა. ვაიმე, ვის ვკითხოთ, ვაიმე. არა რა 4 ტუზი. 4 ტუზიდან რომ წითელი ტუზებიდან რომელს ვეყოლდი? წითელი ტუზები რომელს ვეტყოდი თუ არ არის აგური. კაი, წამოვკითხოთ ხალხს. მეგობრებო, გამარჯობა. პატარა YouTube-ის ვიდეოს ვიღებთ და რაღაც კითხვა რო დაგისვათ პრობლემა ხო არ იქნება. და ძალიან მაგარ საჩუქარს მოიგებ. ხო, თუ სწორად გამცემ პასუხს, თუ არა და კამპეტებით დაგასაჩუქრებ. ოღონდ კითხვას არ გისვათ ესეც, უბრალოდ ჩვენ რაღაც ჩელენჯი გამოგვიგზავნეს და იმის მიხედვით უნდა კითხო რაღაც. წარმოიდგინე, რომ კარტის დასტიდან აიღე ერთი კარტი. რომელი კარტი იქნება ეგ? აბა მიდი. 52 ვარიანტი გაქვს შესაძლო. ნებისმიერი. ტუზი რომელი? ტუზი? ხო, ძალიან ახლოს ხარ. ვაიმე. ეხა ეგრევე ტუზგულს ყორი ხო იცნობს. ტუზგული. კაი, ხარ გაგიწყვეტია. ზა კაი დადგული. რადაო? ჩელენჯის ტუზგული. ლაშა გელაშვილმა გამოგვიგზავნა ტუზგული. მართლა? ვაიმე. ესე იგი, ლაშამ გამოუშვა ეს. ლაშამ გიქრა, ხო ბიჭები არ იგებენ საჩუქრები. შენ რა გესიამოვნება ეხლა? ყოჩახ მართლა ყოჩახ. ჩემი აზრით შენ გესიამოვნება? აი ეს ძალიან მაგარი წვერი საპარტი და შეგიძლია ახალ წელს ახალ წვერთან ერთად შეხვდები. აბა ჰე. შენი არ გამოწერილი გაქვს? მაშინ მომეძმა ეს. დააბრუნე მორჩა გადაღება. იმეტები მიეციკა და ესეც რომელს. რა ესეც რომ მოგცეძმა რომ გაიხადო რა. ბოლო ქვია ძმა. აი ესე უნდა დააგროვო გამოწერილი მეგობრებო. აბა არა. ეგ არის. გამოწერილია ეს უკვე აი ეს და მეგობრებო თქვენს გამოიწერეთ ჩვენი არხი ძალიან ასწორებს. მე მაგრამ ცივაში არ დაგავიწყდეთ რა. მოდი შენ გააგზელი გადაგება. არ გაგიკვირდა ზღვას გაწევი. არ ვიკვირდა შეჭამა რა მექნა ეხლა. ლაშას ისვარო რა ქვია. ახლობელი. ლაშას ახლობელი ვარ. ლაშა. რაღაცა ჩაწყობილი. ლაშა. ხო არა. ძალიან მაგარი 200 ლარიანი წვერი საბარძი იყო ძმაო და კარგით მეგობრებო. და დააბრუნო ეგ 200 ლარიანი წვერი საბარძი. პატარა ბავშვი მარო ლექსები ძალიან კარგად იციან, ამაზე თანხდებით ხო? კადრებიც გვაქვს. ვიყავი ლექსი არ ვიცი. მაგრამ არ გაინტერესებს დასრულმა ადამიანმა, გოგონამ. თუ იცის ლექსი. არ მაინტერესებს. საინტერესო არ იქნება? არა. ხო და მე მაინტერესებს და მოგიტანს რომ იპოვო. ქართულად ლექსი არ მოგესმენია. ხო, ქართულად ქართულ ლექსს რო მოსვიდა. იპოვო გოგონა, დასრული გოგონა, რომელიც მოყვება ლექსს. ჩვენი და გადავწევ საჩუქრებს. ეს შენი დავალებაა თუ? ეს ჩემი დავალებაა, როგორც იუთუბერის ჩემი დავალებაა, კი. ხვდებით ხო დონეებს, ანუ იუთუბერების, აი გუგუშა როგორი იუთუბერია და დანარჩენებმა როგორი დავალებები მოგცეს და ბატონი ცოტნე გედენია როგორ დანარჩენები სახში იჯდნენ და იქიდან გაძლევენ დავალებებს და მე კიდე. შენ არის ჯექი სახში არ ხარ ველურ გარემოში. რომ მოგეფიქრებინა, კაი წავედი, რა მარტივი. იპოვეთ, მიდი. იზი ბიჭო. გამარჯობა. გავარჯობა. აი ხარეთ. რა ქვია? მარიამი. ჩვენ მარიამს ვიცნობთ. საიდან ვიცნობთ მარიამს? უნივერსიტეტიდან. რომელიც არის ჩვენი არხის? სპონსორი ხო? დიახ, ჩვენი არხის სპონსორია საქართველოს უნივერსიტეტი. ეხლა არ გეგონოთ რომ რახან ჩვენი უნივერსიტეტელია მაგიტო რაღაცა. წინას არ უთხარით რომ ლექსი ისწავლეთ. მოიცა ხო უთხარით ხო? მარიამ ბავშვობიდანვე იცოდა ლექსები. აბა მარიამ, ეხლა შენ უნდა მოგვიყვე რამე აი ნებისმიერი საბავშვო ლექსი და საჩუქარს მოგცემ. დიდი ქართულ კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, სვანეთია, თავიბოლა, გაიხარე? საქართველო. ეგ ლექსი ეგრეა? ეგრეა, კაცო. მე სხვანაირად ვიცი, მაგრამ გადავწეთ საჩუქრები, დამწრე საზოგადოებას. მაშინ ერთი კითხვაც დაუსვათ. აი, ერთ კითხვასაც შენ თუ გვეტყვი, რამდენი ირემია სანტას მარხილში, უფრო მაგარ საჩუქარს მოგცემ. აი, 1 წამი 12 ხო? საიდან გამოიცანი? დაიმსახურა, ერთი რა ამის გამოიმსახურა. ეს გოგონაა თუ კომპიუტერი, მე არ ვიცი. 5 ბუქნის გააკეთე და ეგ არის. შენ უნივერსიტეტში მოსვლა. აი, მიუცეთ საჩუქრებს. დავაჩუქოთ, რა თქმა უნდა. ეხლა საჩუქრებს. თქვენ მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ჩვენ ეს მოტივაციისთვის ძალიან გვჭირდა. და მარიამი მართლა სრულიად შემთხვევით შეხვდა. მაიცა ბიჭო. მარიამს გადაეცემა ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი რაც აქვს. მოიცა პოსტები წია რა თქმა უნდა. აი, ძალიან მაგარი ფენიშე. დაისონი ეს რეალობაა ხალხო. ეს რეალობაა. დაისონი გადავეცით. ეხა ვიცე კოს.
აბა ცეკვა თქვენ უპირისოდ გამოგდით. ოპა, მადლობა ვის? შესანიშნავი საჩუქრისთვის ძალიან დიდი მადლობა ბოლო-ბოლოს. გაიხარე, ეხლა წადი სახში დროზე. ისა ირაკლი გამოვართვი. სანამ კიდე ლექსები გამოვართვი რა ეს ყუთი. ხო. კაი მოგვეცი всё, ახლა. მოგვე რა. აი ვარ, არა, არა, წაიგე. მოგვე, მართლა. წაიგე. მიეცი შე. არა, მართლა. წაიგე. არ გინდაზე არ არის, ეგ წესია ეგ. წაიღე, გოგო. ბენის დავალებაა შემდეგი. შემდეგი არის ბენის დავალება. ბენი იუთუბერმა. ჩვენი ძმა, რო არ გაფწირავდა. ბენი ბატონი ასე ქვია მას. აჰა. ბენი ბატონმა გამოაგზავნა ვიდეო უყურეთ და შეასრულეთ მისი დავალება წინააღმდეგ შემთხვევაში. ძალიან სუპერში აღმოჩნდებით. არ მესმის, არ ვთქვი. ვინმე უცხო ადამიანს გაეკიდეთ ისე რომ შეეშინდეს და რო გააჩერებთ ან და რო დაეწევით, მიაჩეჩეთ საჩუქარი და კიდე გაიქეცთ. აუ. მე ამას ის გავეკიდო. მე ვერავის ვერ გავ. თქვენი გადასაწყვეტი. ბენი ძალიან დიდი პოზიციის მაო, ძალიან მაგარი დავალება. ძალიან კრეატიული ხარ ბენი, მაგრამ აი რა ბენ ცოტა საჩუქარი დაგვრჩა და ჯიგარი. ხა დროს ამოვაგდეთ ეს კითხვა. დიდი მადლობა აი, ბენი. ის გავეკიდო, ბიჭო. აი, მიდი გაიგე. ვინმე ისეც უნდა გავეკიდოთ, რომ მე აქეთ არ გამოგვეკიდოს. მოკლედ, ჩელენჯის სტრუქტურა ირღვევა, იმიტომ რომ სადეთ რამოდენიმესთან გაკიდება და აქეთ გამოგვეკიდდა. ზოგი აქეთ გამოგვეკიდა და ზოგმა უშვერი სიტყვებით მოგვიქცევია, მაგრამ მაინც გავიქცევით საჩუქარს, მივცემთ ვიღაცას და გამოიქცევით რა. ეხლა მეტი რა გავაკეთოთ, მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ხო, მაგრამ გასაქცევი ადგილი გვინდა. დავით, 3-2-1. კოვერ მოხდა. ბრავლა ხალხი. იქა. საწაული. ციკოვერ მოხდა შეჭე. რას ვერ მოგზდევდა. ო, ხო გადავიღეთ. ბიჭებო, შეასრულეთ ბენის დავალება? რაღაც ნარბენები კი ხარ, დაღლილები ხარ. ალბათ შეასრულეთ. ბენიმ დამაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს შევასრულოთ. რატო? არ წავიდა ისე როგორ საჭირო იყო თუ? თოკო მირბინა. აი მე დაურბოდი აქეთით. არა, ნუ მოკლედ საჩუქარი თქვენ აღარა გაქვთ. აღარა გვაქვს, მივეცით აი. გადაეცა ადრესაც. ხო მართალია? ბენი, დაგირეკავთ მე რა რაღაცა ჩხუბები გვაქვს ვიღაცას. კი. არ სალაპარაკო და შენ და ბიჭები რომ გამოხვიდეთ რა. ვისი იდეა იყო მოიყვანეთ? ხო, პირველ ეგ იკითხეს რა, ვინ მოგაწოდათ ეგ იდეაო და ჩვენც ახლა ასნიაკი არ ვუთხარით რომ შენ მოგვაწოდოთ. მე უთხარი მე. მე უთხარი. ამან მიახვედრა რა. მოკლედ, ყველა ცოტა ხიპიში მოგვივიდა, მაგრამ არა უშავს. გრინჩს ვეხიმანდრეთ. მაგრამ რაღაცა გამოგვივიდა რა, საბოლოოდ ჩვენი საჩუქრები დავიტოვეთ და რაც გრინჩმა მოიპარა, ისინი იმენა დავახიეთ. ახალი წელი აქ მოსატანი გაისად მოიტანს რა. ბიჭებო, ყველა დავალებას მე მგონი ასე თუ ისე გაართვით თავი. აუ, იმაზე მწყდება გული, ბიჭო, რო ვერ გავიქეცით და არა უშავს. როგორ ვერ გავიქეცით? არავი შეეშინდა. იცი რა არის? არავის შეეშინდა და აქეთ დუხსა გაქცევას. მოდი. გაქცევას მაშინ აქვს, ასე როცა მოგზდებენ რა. თქვენ რო არავინ მოგზდევთ, ალბათ ამიტომ გაგიჩნდეთ. ეს ბენი ბატონმა რო გაითვალისწინოს? ხო, არ ვიცი, რა, ყველამ გაითვალისწინოს. აი, შემდეგი ძალიან შემდეგი დავალება მოვიდა David and Doxis-გან. აუ, დათო და ძაღლები. ზაღლები. მოკითხვა აქედან. მოკითხვა დათო და ზაღლები, დათო და ზაღლებიდან დათო არის ჩემი ფავორიტი. ჩემით. შენი? ჩემი ჰინატა. ბინატა. კი ბატონო. შესაბამისად, ეხლა ჩვენ ნახავთ თუ რა დავალება გამოგიგზავნა ბატონმა დავითმა. მოკლედ ბიჭო, მე გაჩელენჯებთ ესე რომ სკუტერი იქირავეთ ქუჩაში და drive-by საჩუქრების გადაცემა გააკეთეთ. ანუ ვიღაცას რო ჩაავლით შუა მოძრაობაში, გააფრთხილეთ რომ საჩუქრას გესვრი დაიჭირეო, თუ უარს გეტყვის, ჩამოდით, გაეკიდეთ და აუცილებლად მიეცეთ. გინდა თუ არა ანუ ეჩხუბეთ ცოტა და საჩუქარი გამოგართვა. აჰა. ძალიან კარგი. მე მომეწონა. მე სანდო მესწია. გეცილაო არა. კაი ქირობა რა პრობლემაა მაგრამ. სკუტერი ბიჭო, ვიღაცას ისეთი რაღაცა. არა ის ვიქირაოთ. სკროლი? სკროლი ხან. სკროლს თუ ჩაგვითვლის ბატონი დავითი, დაწეროს კომენტარი. ჩაგვითხვის. ძალიან გულკეთილი ადამიანია დავით ბატონი და აუცილებლად როგორ ვესროლოთ? აი, ვინმეს ვესროლოთ და დაიჭერს, თუ ვერ დაიჭერს, როგორც თქვა, უნდა გადმოვხდეთ ამ სკროლიდან, უნდა გავეკიდოთ და ძალიან მივაწოდოთ თავი. ოკეი. და ეგეც შეიძლება. ეგეც შეიძლება კი არა, უნდა. აი, წავედით რა სკროლი ვიპოვოთ. და გაგვიბუყნეს. ჩავივლი. მოდი და ეგრე შევაჩერე, შევაჩერე. საჩუქარი, პრეზენტ. ხო.
ეი ზადღა მიდიხარ მოუხიზი რაკაცა. აი მე რთულია, არავინ არ დადის, ამის მინუტების გადის. აი მიდი მოგცემენ ეს. საჩუქარ. აივე. არა, ყველა ხელი გვიკრა რა. დაგვიგდო. დაიჭირე, გაეკიდეთო, ბიჭო, გამომართვი, გაეკიდეთო. წამო. საჩუქარი, უეჭველი. საჩუქარი, შენთვისაა, მართლა. გილოცა ვახალწევ. დავით, საერთოდ არ გაუხარდა ჩვენი ძალიან ძვირადღირებული იაფასიანად როგორ გამოიყურება საჩუქარი. ამის შემაგირო. თუმცა შევასრულეთ, მე მგონი. დაამციო. და გათიშე ბიჭო 2 საათი არა, ამის გადახდილია. მაგარო ბიჭებო, მე გიყურებდი. ნახე როგორ შეასრულეთ დავალება. პირველი დავალება. როგორც იყო ფორმულირებული დავალება, ეგრე არ გამოგივიდათ, მაგრამ ხო მოაყოლა მე დამხმარე კიდე. კი, ბატონმა დავითვა. აი ეს დამხმარე თქვენ დაგეხმარათ. გაეკიდეთ და მეც საჩუქარი. ხომ არ ვიტყუები მე დავინახე აქ. არ გყვებით არა. შესაბამისად, ხო შევასრულეთ. ჩათვლილია ეს ყველაფერი. აი ბიჭები ხართ. ჩვენც ვიხალისეთ, ხალხმაც ვიხალისა, ხალხი გავაბედნიერეთ. ეხლა რისი დროა? პაჭუებსო დაურიგოთ საჩუქრები. წავედით და პატარა ბავშვები გავახაროთ. გავახაროთ პატარები. ამაზე კარგს დღეს ვერაფერს ვეღარ ვიძახ. წავედი. სანტას მარხილში რეები ყავს შებმული. რეები? ირმები და ეს მართალია, აი, მომზადებული. არა, ეს არ მოგწონს? ჩვენ ასარჩევად გქონია საქმე და არ ვიცოდი მე. კაი. აბა ეს აი ეს სერიოზულია. აბა ხო და ეს იყოს მაშინ. გადის ხაზეთი ტიჩდება ოქროს მის მაღაზიას რა ქართულოს აწიდება სავარო მაღაზიას ბრავო. ოღონდ არ დაგვიწუნო გეხვეწები რა. ნახე რა მაგარი. ანუ მაგარი საჩუქარია? თხავ ეს აიღე. ოთხარი მადლობა დინდა შენ. აბა მოდი. ძმები ხა? მოდი ორივე ერთად. მოდი. აი შეიძლება არც მე არ ვიცი არაფერი, მოდი. აბა ჩაუждეთ ესე. ოპა. ეხა თქვენ ძმები ხარ? შენ უფრო გიყვარს ეს თუ შენ უფრო? აი ესე დადექი. შენ უფრო გიყვარს? შენ რამდენი წლის? შენ? მე შენ უფროსი ძმა ხარ, ხო? ძალიან კაი. მე მაქვს ეხა თქვენთან ესეთი საინტერესო კითხვა რა. მოდი ჩამოთვალეთ 5 სუპერგმირი. ნებისმიერი. აბა, ეხა შენ. ბეკმენი ვინ? ბეკმენი ხო, მართალია. აბა მიდი. მიდი. აბა ზამიკო დაეხმარე, ხო არ გაგახსენდა რამე? აი დიდი ფარი როა, ფარი. ისი ხო. დიდი ფარი არ აქვს, მაგრამ კაპიტანი? და ის აი ოფრინავს და სიტრაფე ვინ არის? აუ სახელები ეხლა. ფლეში ხო არა? ფლეში. აჰა, ისი. ფესი იცი ადამიანი. შენ ერთი დაგჭა და ეგ არის. აი ის რომ ახლებდი რაღაც დაფერადები ეგ არ არის სუპერგმირი კაცო, ბოროტი. აი ხაზს ვაკეთებ და ორტკუთერას ვაკეთებ, ტელეპორტს ვაკეთებ. აუ ძმაო. დოქტორი სტრეინჯი. სიო მორჩა დაიხურა. ხო, ეგ არის. ეგ, ბრავო. მაგარია. მე ოღონდ როგორ უნდა ქნათ, იცი? ერთ შენ გაუგორე, მე ის გამოგიგორებ. ბოლა, ოკეი. გაგიხარდა? აბა კამერაში ვთქვათ ახლა, გამოიწერეთ არხი ბოლო. გამოვიწერ. რა გამოვიწეროთ? არხი. რომელი არხი? სკაი, ლაი. გამოვიწერე და არხი. რომელი არხი? ბოლო. 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 მადლობა ვაშევო. კარგად. ნახე აუცილებლად. რა? Subscribe-ო, ინგლისურად, აბა რა. სიო, მაგით ორივე მითამაშეთ ეხლა. ეგ არის. ამოხა დიდები გავახარო. დავკითხოთ ადამიანებს. თუ რა არის ცხოვრება? ცხოვრება მეგობრებო არის ამაურება. ცხოვრება არის წუთი, ცხოვრება არის წამი. და აი ამ წუთით და წამით უნდა იყოს. დავკითხოთ, ეხლა თვითონ არავინ მოვადა. აი ბიჭო, რაღაცა ის ქონდა მონოლოგი. მონოლოგი გაგიჩერე. მონოლოგი გამიჩერე. მომისპესენა, მიდივა. სად ხო? და ყოველი წუთით და წამით უნდა ისიამოვნოთ მეგობრებო. უნდა აკეთოთ სიკეთე. უნდა გადადოთ ხალხს სიკეთე. მე სად ერთხელ რომ გადამედო ეს სიკეთე და შემთხვევით გრიპი და ვირუსი გადავდე ადამიანს. მაგრამ არა. აი აქ გავჩერდეთ რა. კი, აქ გავჩერდეთ. გამარჯობა.
შეიძლება ბავშვები რომ ვიდეოში გადავიღოთ YouTube-ისთვის და პატარა საჩუქრები მივცეთ. მოდი შეთან შევეხუტო აჰა. გინდა საჩუქარი? აი. მოდი აბა მოგვიყევი რამე ლექსი. იცი ლექსები? აბა მოგვიყევი და მაგარ საჩუქარს მოგცემთ ძალიან გვიდება. აბა მიდი. ლექსი. ლექსი მოყევი. შენ ჩემს თხოვს მეორე? ახალი წელი. ეგ ნიჭია? ახალი წელი მოვიდო. ახალი. სიხარული. ყველას სიკეთეს. ისურვე? ახალი. ჩვენ დედიკოს გადავჩენთ საჩუქარს აუცილებლად, დედიკო. არა, რატო ჩვენ თხრობით გქონდა ეს ლექსი? აი შენ. მოგეწონა? ოჩა. რა ქვია? ნიკოლოზი. გამარჯობა ნიკოლოზ. ეხა შენ თუ მეტყვი? სამ საჭველს, რაც აუცილებლად უნდა იყოს ქართულ სუფრაზე, საახალწლო სუფრაზე, მე მოგცემ საჩუქარს. ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური. ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური უნდა იყოს ქართულ ხაჭაპური სუფრაზე. დავტოვოთ, მოდი. ხაჭაპური დავტოვოთ, მოდი და ხინკალი და მწვადი არა, უნდა იყოს, მე ვეთანხმები. უნდა იყოს, მაგრამ გონია ქართულ სუფრაზე უბრალოდ საახალწლო სუფრაზე. ჩურჩხელა, გოზინაყი და ხაჭაპური. ხაჭაპური, მართალია. მართალი, მე ძალიან მიყვარს ხაჭაპური ქართულ საახალწლო სუფრაზე და შენ მოიგე კამპეტებს. კამპეტები. გინდა კამპეტები? აჰა, მოდი. ოღონდ რომ მოგცემ ვიდეოსთვის და მე უკარო დაგვიბრუნო რა. მეტი საქმე თუ არა გაქვს, მაშინ გამოგვართვი და დააგემოვნე. აჰა, კამპეტებთან ერთად აჰა შენ ესეც. მადლობა. გამოიწერეთ ბოლო-ბოლო. აბა რა. მადლობა. ბედნიერი ახალი წელი, კარგად იყავით, ასევე მრავალდა ეს არის. კარგად, ბატალა. კარგად. ვიცით რა შევატე მეგობრებო? აი ახალ წელს ხო ძირითადად ყველა ბედნიერია. აჰა. და ჩვენი არა, რა სისულელეა კაცო, რატო ვარ უბედურები? ეხლა ჩვენ ისეთ კაი საქმეს ვაკეთებ. ხო, არ ამგონია რომელიმე ჩვენგანი უბედური იყოს. უბედური კაცი ამას ხო ვერ გააკეთებს, არა? როგორ ვერ გააკეთებს? უბედური კაცი გააკეთებს ამას, იმიტომ რომ არა, უბედური კაცი ხოს ვერ გაახარებს რა. ხო, უბედური კაცი ვერ გაახარებს ვერავის, ნა. მე ძალიან მიხარია, რომ აი ეს ადამიანები, ვინც სულ ცოტათი მაინც გავაბედნიერეთ, აუ, არა აქვს ჩართული კამერა. მაშინ ხო და ავიდა ხო და რას გავახარეთ, არა ის. აუ, გათიშული ქონია. ვიდეოში ხარ მიიღებს მონაწილეობას? ძალიან მარტივ კითხვას დაგისვათ და ძალიან კაი საჩუქარს გაჩუქებ. ოკეი. რა ქვია? სალომე. ფრანჩესკო. Nice to meet you. ოკეი. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი კითხვა რა. უნდა ჩამოგვითვალო 5 საახალწლო ფილმი. და თუ ჩამოგვითვლი, ძალიან კაი საჩუქარს მიიღებ. აი მე ხარ ქართულად. მარტო სახში დარჩენილები. კი ბატონო, 1 გრინჩი. 2 სადაც ნაძვისკენ ჩანს. ყველაფერს ჩანს. სადაც ნაძვისკენ ჩანს. საახალწლო არ დადეგები. კი ბატონო, ტყილა ხო არ ერქმევა ეხლა საახალწლო არ დადეგები. ეს ის საახალწლო. მარტო სახში სიო, დარჩენილი ჯერა. 2. რაღაცებს უყურე იტალიური და ხო თარგმნი ქართული. მარტო სახში დარჩენილი 2. ხო, მარტო სახში შემიძლია თქვა? კაი, მე მარტო. ოღონდ მარტო 2. მესამე 4 არა. მარტო სახში დარჩენილი 2. კი ბატონო, 4 და 1 გვინდა. საშობაო სურვილი. ეგ არ საშობაო სურვილით ტყილა არ ერქმევა ჩემი აზრით. ვერ მოიგეთ ძალიან მაგარი საჩუქარი. და სხვათა შორის გაგიმართლათ, იმიტომ რომ ბოლო ადამიანი ხართ, ვინც საჩუქარი მოიგო და ეს არის ეს არის ორთქლის უთოთ ვარცდები. ვიცი, მაგარი მოკითხა შენ ზმას ჩვენგან. ჩვენი ვიდეო დაიდება YouTube არხ ბოლო-ბოლოზე. შეგიძლიათ ხალხს მიმართოთ? გამოიწერეთ ყველა. რომელი YouTube არხი? ბოლო-ბოლო. ძალიან კარგი. აბა ra. Seguite tutti Bolo Bolo su YouTube, ragazzi. Thank you, bro. Thank you. Forza Napoli. Really? კარგია. მოკლედ მეგობრებო, მე მგონი გადავიღეთ ძალიან კარგი და საყვარელი ვიდეო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ პროცესით ძალიან ნასიამოვნები დავჭით. ძალიან. იმიტომ რომ როცა აკეთებ სიკეთეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისგან ღებულობდე ბედნიერებას და ეს ბედნიერება მე მივიღე ძმაო.
ძალიან სასიამოვნოა, როცა დიდი ხანი აკეთებ თან ამ სიკეთეს ხარ. რამდენი ხანი 1 საათნახევარი 2 საათი რა სიკეთეს აკეთებ? ბოლოს და ბოლოს. და დროა უკვე რომ მოვჩეთ სიკეთის და დროა რომ გამოიწეროთ არხი ბოლო-ბოლო რა. მართლაც ჩვენ ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო, თქვენს წინაშე იყო ახალი YouTube ჩენელი, დიდებული YouTube ჩენელი ბოლო-ბოლო და ჩვენი სპონსორია საქართველოს უნივერსიტეტი. გილოცავთ მეგობრებო, დამდეგს მრავალს და ეს წარით ყავით დოვლათის ბარაქის მომტანი იყოს ეს წელი თქვენთვის და ბედნიერებას გისურვებთ. გისურვებთ რომ 2026 წელს აგისრულდეთ სურვილები. ისღა დაგვრჩენია რომ დაგემშვიდობოთ მეგობრებო. ფიქრობ დღევანდელი საღამო კარგ საქმეს მიუძღვენით. ასე ვთქვათ, გავახარეთ ესათვის ადამიანი. მოკლედ მეგობრებო, გვიყვარხართ, გილოცავთ დამდეგ ჯობა ახალ წელს და აბა კარგად, გემშვიდობები ჩვენი სპონსორია საქართველოს უნივერსიტეტი. ბრავო!